მუშაობას იწყებს გადაცემა შუა დღე ერთსულოვნებას პროგრამას იაბედოვის უცხოები. გადაცემის პირველ ნაწილს განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი პროგრამებით გავხსნით. კერძოდ ვისაუბრებთ სასტიპენდიო პროგრამებზე, ასევე ჩვენი სტუმარი გვეტყვის თუ როგორ შეიძლება დაინტერესებულები მოხვდნენ ამ პროგრამაში, აიღონ კვალიფიკაცია, გავიდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და როგორც ცნობილია აღნიშნული ცენტრის ყველაზე მთავარი მიზანი ის არის, რომ ის გამოცდილება, რაც ახალგაზრდები შეიძენენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უკვე დაბრუნდნენ და საკუთარ ქვეყანას მოახმარონ. ქალბატონ ნინო ჭელიძე განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ჩვენთან იმყოფა. მოგესალმებით ქალბატონ ნინო, განსაკუთრებულად მახარებს ხოლმე თქვენი სტუმრობა, იმიტომ რომ ვიცით რომ ყოველთვის სიახლეები გაქვთ. და ახლა სიახლეებით გვეწვევით. დავიწყოთ სიახლეებით, რა თქმა უნდა, რა პროგრამებზე ცხადდება მიმართულებები და ქვეყნების შეწყვეტა. მოგახსენებთ, განათლების საერთაშორისო ცენტრმა თავისი საპარტნიორო პროგრამები, როგორიც არის უნგრეთსა და საფრანგეთთან, უკვე დაასრულა ამ პროგრამებში შერჩევა, ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. რაც შეეხება სიახლეებს, 28 აპრილს გამოცხადდა ჩვენი ყველაზე დიდი პროგრამა, რომელსაც პროგრამები უпростоრ რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ეს არის სამაგისტრო პროგრამა, ეს არის სადოქტორო პროგრამა და ასევე შედარებით მცირეზომიანი, ამ შემთხვევაში სასტიპენდიო ფონდს გვიხსნოთ, სახელოვნებო პროგრამა. როგორც აღნიშნე უკვე ამ სამთავრობო პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს სრულად, პროგრამები ყოველწლიურად ცხადდება, თუმცა წელს სიახლე გვაქვს ის, რომ ეს პროგრამები, განსაკუთრებით სამაგისტრო და სადოქტორო, ასევე პროგრამა ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, მაგრამ ივნისის ბოლოს გამოცხადდება. ეს არის კურსდამთავრებულთა პროგრამა და ასევე მოწვეულ ლექტორთა პროგრამა, ერთი დიდი მიმართულების საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ჭრილში მოიაზრება. რას ნიშნავს რითი განსხვავდება წლევანდელი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა, რომელიც ახლა გამოცხადებულია ყოველწლიური პროგრამისგან, განსხვავდება საბოლოო მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ჩამონათვალე არ შეცვლილა ჩვენი სპეციალობების, როგორი ღიაც ვიყავით მანამდე, ზუსტად ასევე ღია არჩევას ვთავაზობთ სტუდენტებს, იქნება ეს მიმართულება აკადემიური თუ უნივერსიტეტი, ყველა აპლიკანტი, ყველა სტუდენტი, გრანტი, რომელიც შემდგომში დაფინანსდება, დაბრუნების შემდგომ ჩაებნება საუნივერსიტეტო განვითარების პროგრამებში. ჩვენ ძირითადი აქცენტი იქნება უნივერსიტეტის სივრცეში სწავლება. გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით სახელმწიფო ცდილობს ძალიან დიდი ყურადღება მიაქციოს განათლებას და კერძოდ კი უმაღლეს განათლებას, ამისთვის ადამიანური რესურსია საჭირო. ხოლო ჩვენი კურსდამთავრებულები ნამდვილად კარგად ჩნდებიან აი ამ ახალ მიმართულებაში, რომელსაც საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამა და ზოგადად უმაღლესის განვითარების პროექტი. ქალბატონ ნინო, როდემდე აქვთ ვადა აპლიკანტებს და მიმართულებებიც იქნებ გავაშხოთ? კი ბატონო, აპლიკანტებს სამაგისტრო და სადოქტორო და ასევე სახელოვნებო პროგრამებში ვადა აქვთ 31 მაისამდე, რაც ნიშნავს, რომ 31 მაისსაც დაიხურება სააპლიკაციო ელექტრონული სისტემა, ისინი შეცვლას თავიანთი აპლიკაციებისას ვერ მოახერხებენ. მანამდე შეუძლიათ შევიდნენ, ნახევრად შეავსონ, სრულად შეავსონ, გამოაგზავნონ, შეცვალონ. ეს სააპლიკაციო ფორმა ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მიმართულებებს, მინდა გითხრათ, რომ როგორც თქვი, შარშანდლიდან მიმართულებები არ შეცვლილა, გვაქვს ყველაფერი აგრონომიიდან დაწყებული STEM-ით, ანუ ტექნიკური მიმართულებებით, ჰუმანიტარია, სოციალური მენეჯმენტი, ადმინისტრაცია, პრაქტიკულად ყველაფერი გვაქვს, არ ფინანსდება მხოლოდ ბიზნეს ადმინი, გასაგები მიზეზებით გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნეს ადმინის როგორც წესი ბიზნესი თვითონ MBA-ს უბრალოდ თვითონ აფინანსებს და ასევე კორპორაციული სამართალი, ანუ კერძო სამართალი, რომელიც ასევე ნაკლებად ფინანსდება ხოლმე განათლების საერთაშორისო ცენტრის. რაც შეეხება სახელოვნებო პროგრამებს, მე მაინტერესებს თქვა გასულ პერიოდში, როდესაც გამოცხადდა პროგრამები. ინტერესი როგორი იყო და თქვა კონკრეტულად რა საფინანსებს და რომელ მიმართულებებს? მოგახსენებთ, შარშან დავიწყეთ პირველად ამ პროგრამის ესე ცალკე გამოყოფით დაფინანსება. კულტურის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ როგორც სქემა შერჩევის ასევე დაფინანსებისას და ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ამ პროგრამაში არის ინსტიტუციური თანადაფინანსება. რას ნიშნავს ეს? მოგეხსენებათ, რომ ნიჭის ხარისხის გაზომვა ძალიან რთულია, რიცხვის საზომით შესაბამისად სტუდენტს მოაქვს ჩვენთან ჩარიცხვის დოკუმენტი, რომელშიაც უნდა ასევე გაწერილოს თუ როგორია თანადაფინანსება იმ ინსტიტუციის მიერ, რომელიც იღებს ამ აპლიკანტსა და სტუდენტს. სიტყვაზე ვთქვა ჯულიარდის სკოლა, რომელიც იღებს ჩვენს აპლიკანტს, აძლევს 30-50%-იან თანადაფინანსებას.
მყავს სტუდენტები სრულად არიან სასტიპენდიო გადასახადიდან, უბრალოდ გადასახადიდან, სასწავლო გადასახადიდან გათავისუფლებულები და ჩვენგან მხოლოდ საცხოვრებელი თანხა ჭირდება. შარშან ასეთი 7 სტუდენტი დაფინანსდა. ორივე შეიძლება კავტონი, თქვა სწავლაც და საცხოვრებელი. რა თქმა უნდა, შეიძლება ჩვენი სასტიპენდიო პროგრამა ცდილობს ისე დაეხმაროს სტუდენტს, ანუ იმაში დაეხმაროს სტუდენტს, რაშიც სჭირდება დახმარება. არის შემთხვევები, როდესაც სტუდენტი იღებს როგორც გადასახადის თანხას, ასევე ცხოვრების თანხასაც მოთხოვნისამებრ. არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ნაწილს იღებს გადასახადისაც და მთლიანად საცხოვრებელს. არის, როდესაც სტუდენტს რაღაც გარკვეული თანხა სჭირდება, მხოლოდ 5,000 იმისთვის, რომ შეძლოს სწავლა. ეს ყველაფერი რეგულირდება, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა სტუდენტის მოთხოვნით, მაგრამ გარდა ამისა რეგულირდება ასევე რანგირებით. ანუ თუ სტუდენტმა ძალიან მაღალი ქულა დააგროვა და მოხვდა top 20-ში პროცენტში, მას სრულად ეძლევა ის დაფინანსება, რაც აქვს მოთხოვნილი. არის შემთხვევები, როდესაც შემდგომში სტუდენტები უკვე 30, 50 და 70%-ზე ქვემოთ ჩამოდიან, ანუ ნაკლებს იღებენ. რა თქმა უნდა, მხოლოდ სასტიპენდიო, უბრალოდ სასწავლო გადასახადს ეხება, იმიტომ რომ კვების და ცხოვრების თანხა მოჭრილად არის განსაზღვრული ცენტრის მიერ. ეცილი აქტიურად ემატება სხვადასხვა ქვეყანა, როგორც ვიცით, და წეგან ახსენეთ, თუმცა ამ შემთხვევაში ჯულიეტი და საინტერესოა სოფლის წამყვანი სახელმწიფო სკოლები, ურთიერთობები ცენტრის და ის საომოლო გეგმები, რომელიც გაქვს. განათლების საერთაშორისო ცენტრს გარდა ზოგადი სასტიპენდიო პროგრამებისა აქვს ასევე ინდივიდუალური სახელშეკრულებულ ურთიერთობა შერჩეულ უნივერსიტეტებთან. ჯულიარდთან სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს ესეთი ურთიერთობა, მაგრამ გვაქვს რატგერსთან, დევისთან, ემორისთან, ასე შემდეგ. ეს უფრო, რომ ვთქვათ, ამერიკის სკოლები ჩამოვთვალე. ნორვეგიის ეკონომიკის სკოლასთან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული, ცოტა ხნის წინ დაიდო მემორანდუმი ირლანდიის სკოლასთან, ასე რომ ინდივიდუალური მემორანდუმი. რაც შეეხება სახელოვნებო პროგრამას, ეს პროგრამა მოგახსენეთ, რომ მხოლოდ მეორე წელია, რაც არსებობს აი ესეთი სახით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ შეძლებთ ჩვენი სტუდენტების მეშვეობითაც ასეთ სკოლებთან ურთიერთობის ცოტა უფრო სხვა საფეხურზე აყვანა. სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობთ საფრანგეთთან, როგორც ვიცით. საფრანგეთთან გვაქვს სამაგისტრო პროგრამა, რაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგი მოდელი არის, სადაც ძალებს აერთიანებს როგორც საფრანგეთის სახელმწიფო, ასევე საქართველოს სახელმწიფო და ერთობლივი სასტიპენდიო სქემა ცხადდება. ჩვენი საქართველოს მხრიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი, ფრანგული მხრიდან კი კამპუს ფრანსი და ინსტიტუტ ფრანსეზი არიან ჩვენი პარტნიორები. ამ ორი ინსტიტუციის პარტნიორობა ჩვენთან ნიშნავს იმას, რომ გარდა იმისა, რომ ერთობლივად ვუხდით სტიპენდიებს ჩვენ სტუდენტებს, გარდა ამისა კამპუს ფრანსი და ინსტიტუტ ფრანსეზი პასუხისმგებლები არიან უკვე შერჩეულ სტუდენტებზე, საქართველოში შერჩეულ სტუდენტების განთავსებაზე და შეთავსებაზე სხვადასხვა უნივერსიტეტებთან. კეთილი კავტონი, როდესაც ვადევნებ ხოლმე თვალყურს თქვენ სოციალურ გვერდს, წარმატებული სტუდენტების მოკლე ინფორმაციებით განთავსდება ხოლმე. ეს რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ მუდმივი კონტაქტი აქვს სტუდენტებთან. ჩვენ ესე ადვილად ავსარვანებთ ჩვენ სტუდენტებს. გარდა იმისა, რომ თქვა სტიპენდიას ვაძლევთ, ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ მათ, როგორც უცხოეთში სწავლისას, რაღაც გარკვეული ქსელური ურთიერთობა ქონდეთ ერთმანეთთან უფრო ვიდრე ჩვენთან, და ასევე ჩამოსვლის შემდგომ მათ ვეხმარებით როგორც დასაქმებაში, რა თქმა უნდა ეს დახმარება პირდაპირ არ არის, ან ჩვენ არ ვასაქმებთ, მაგრამ იქნება ეს ფორუმი, იქნება ეს პირდაპირი დახმარება იმ თვალსაზრისით, რომ მათ CV-ს, მათ რეზუმეს ვგზავნით ხოლმე სხვადასხვა დაწესებულებებს, კერძოს თუ საჯაროს, და ასევე საჯარო და კერძო სტრუქტურები ხშირად მოგმართავენ ხოლმე გარკვეული ტიპის სპეციალობის ძიებაში. ასე რომ ჩვენ ამ შუამავლის როლსაც ვასრულებთ. გარდა ამისა, როგორც მოგახსენეთ, ვცდილობთ, რომ რაღაც საერთო ინტერესი და პროექტი შევთავაზოთ ჩვენს კურსდამთავრებლებს და სწორედ წელს ივნისის ბოლოს დაიძრება პროექტი, რომელსაც კურსდამთავრებულთა ქსელური პროექტი ერქმევა, სადაც სტუდენტები შეძლებენ, ყოფილი სტუდენტები უკვე კურსდამთავრებულები შეძლებენ საზოგადოებრივ პროექტების შემოთავაზებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძირითადად აკადემიურ სივრცეში.
უნგრეთში გააგრძელებს წელს 80 აპლიკანტი სწავლას. ხომ იქნება ამის შესახებაც გითხრათ. შერჩევის კრიტერიუმები საინტერესოა. კი ბატონო, მოგახსენეთ, უნგრული პროგრამა განსხვავდება ყველა სხვა არსებული სქემისაგან. პირველი და ძირითადი განმასხვავებელი არის ის, რომ აქ ბაკალავრები ირჩევიან, როცა სხვა პროგრამებში ჩვენ ბაკალავრებს აღარ ვარჩევთ. დოქტორანტურა აქ არის ბაკალავრი, მაგისტრატი და დოქტორანტი ერთად. ეს ერთი, მეორეც ერთი არის საკმაოდ დიდი ზომის პროგრამა, ნუ წელს 50 აპლიკანტი უნდა შეგვერჩია, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შედეგად გაიზარდა ეს სასწავლო ადგილები და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ამხელა მოცულობით სტუდენტის მასისა უნგრეთში. რაც შეეხება თვითონ უნგრეთის პროგრამას, ასევე მინდა გითხრათ, რომ აქ 250-მდე პროგრამა არის. სტუდენტ შეუძლია 250 პროგრამის ჩამონათვალიდან აირჩიოს თუ სად უნდა სწავლა. თითქმის ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს უნგრეთის მხრიდან ამ პროგრამაში და უნგრეთს მართლა ძალიან კარგი სკოლები, ეს არის ელტე, ეს არის ლეონარდო იტვოში, სემელვეისი და ასე შემდეგ, როგორც ცენტრალური, ასევე ცენტრალური მდებარეობს, ანუ ბუდაპეშტში, ასევე ბუდაპეშტიდან მოშორებულ ქალაქებში, მიშკოლცში, დებრეცენში საკმაოდ კარგი სკოლები აქვს. სტუდენტები მიდიან იქ სრული ვადით სასწავლებლად, თუმცა გრანტი ერთი წლით გამოიყო. შერჩევის მექანიზმი რა მოგახსენოთ, ზუსტად ისეთივეა, როგორც ნებისმიერ სხვა პროგრამაში. ეს არის შერეული უნგრო-ქართული საერთაშორისო კომისია, რომელიც პირველ რიგში არჩევს აპლიკაციის საფუძველზე და შემდგომში არის ინტერვიუ. ერთი განმასხვავებელი კიდე რაც აქვს ამ შერჩევას არის ის, რომ ჩვენი პარტნიორი ტემპუსის ფონდი უნგრეთის მხრიდან არის ჩართული საბუთების მიღებაში. და შესაბამისად გადამოწმება ხდება საბუთების მათთან. მე ჩემთვის რითი არის მომხიბვლელი და საინტერესო ეს პროგრამა. ეს არის პირველი პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრისთვის, სადაც მარტო ქართველი სტუდენტები კი არ მიდიან უნგრეთში. ამით წელს ასევე ივნისის თვეში, ალბათ ივნის-ივლისში 5 უნგრელი ჩამოვა საქართველოში მოკლევადიანი პროგრამებით სასწავლებლად. კეთილი, კაპიტანი 2014 წელს გაიხსნა ეს ცენტრი და შეგვიძლია ალბათ ვისაუბროთ პირველ ნაკადზე მაინც რომელიც უკვე დაბრუნდა. ამ ეტაპზე ყავს 140 აპლიკანტი დაფინანსებული, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ დიდი შენაძენია ამ აპლიკანტების სწავლა და მეორე დაბრუნება და საქართველოში მუშაობა. მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად სრული დაბრუნება გვაქვს. ერთადერთი არის ის შემთხვევები, როდესაც სტუდენტები 1 წლის პრაქტიკის ქუნის უფლებით სარგებლობენ და ამ პერიოდში რჩებიან იმისთვის, რომ გაიარონ რაღაცა საკვალიფიკაციო კურსი ან იმუშაონ პროფილით. დაბრუნებული სტუდენტები პრაქტიკულად ყველა მუშაობს, ნაწილობრივ ჩვენი დახმარებით, ნაწილობრივ კი თვითონაც მშვენივრად ართმევენ თავს ამ დავალებას. არ მგონია, რომ ჩვენი დახმარება განსაკუთრებით სჭირდება სტუდენტებს, უბრალოდ კურსდამთავრებულებს. პირველი ნაკადი მოგეხსენებათ, რომ გამიზნულად იყო საჯარო სისტემისთვის შერჩეული, მეორე და მესამე ნაკადი შედარებით უფრო ღია შერჩევით ხასიათდებოდა. ახლა კი პროგრამის ფოკუსი იქნება აკადემიური სივრცის გაძლიერება. და შეიძლება ითქვას, რომ ინტერესიც გაიზარდა და უფრო მეტად ვთქვათ ინფორმაციაც უფრო მეტია საზოგადოებაში. საინტერესოა ვთქვათ, აი კომისია მინდა ვახსენო. ალბათ უფრო გართულდებოდა კიდევაც, რადგან მოიმატებდა რაოდენობა. 1300 რეგისტრანტი, 1300-დან 1500 რეგისტრანტამდე არის ერთ პროგრამაზე, ყველაზე დიდ პროგრამაზე, რომელზეც ვაყარებთ, სამაგისტრო სადოქტორო იყო ერთად. წელს გამომდინარე იქიდან, რომ ცოტა რეკალიბრირებული არის პროგრამები, შესაძლებელია რომ ნაკადმა იყოს, თუმცა ეს არაფრით არ ნიშნავს ხარისხის დავარდნას პროგრამისას. პირიქით შედარებით უფრო როგორ გითხრათ, გადაწყვეტილება მიღებული სტუდენტები მოვლენ, მათ ნამდვილად უნდათ სწავლება შემდგომში ან მუშაობა საუნივერსიტეტო სივრცეში. ზოგადად კონკურსი ითვლება შემდგარად სასტიპენდიო პროგრამებში, როდესაც 1.5 ადამიანი იღებს მონაწილეობას, ანუ ერთ ადგილზე, ჩვენთან როგორც წესი 7.5-დან 9-მდე არის ხოლმე კონკურსი, რეალური კონკურსი. კეთილი, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა ცდილობს და ფიქრობს, რომ მოსინჯოს საკუთარი ძალები კონკურსისთვის? უპირველეს ყოვლისა, ის რომ ამ ეტაპზე ჩვენთან მოსასვლელად სტუდენტებს უკვე უნდა გქონდეთ რეალურად ჩარიცხვა მიღებული სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. თუ წელს არ აქვს, მაშინ შემდეგი წლისთვის განისხონ და გაემზადნონ, ეს ერთი. მეორე, ხშირი პრობლემა, რაც აქვს ხოლმე სტუდენტს, აპლიკანტს ჩვენთან, ეს არის ის, რომ ყველა სტუდენტი, ეს არ არის მაინც და მაინც ქართული მოვლენა, ყველა სტუდენტი ცდილობს ბოლო დღეს, რომ ჩვენ შემთხვევაში 31 მაისი იქნება დოკუმენტის ატვირთვას. კარგი იქნება თუ სტუდენტები, დაინტერესებული პირები მოვლენ ჩვენთან შეხვედრაზე. ჩვენ
საინფორმაციო შეხვედრა და გარდა მაგისაც Facebook-ი იქნება ეს თუ იმეილი თუ სატელეფონო ხაზი ჩვენი კოორდინატორები არის ყოველთვის და შეუძლებელია გამოსწორება. მინდა გითხრათ რომ ეს საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის თითქმის ყველა ქვეყანაში სადაც მიმუშავია იგივე სურათი გვაქვს აპლიკაციო პროგრამებში. კეთილი, მე მინდა რომ წარმატება გისურვოთ და დასასრულისკენ მხოლოდ რამდენიმე წამი დაგვჭირდა და გთხოვოთ. კიდევ ერთხელ შევახსენოთ დაინტერესებულებს, როდემდე აქვთ ვადა და რა მიმართულებებით ხდება. პირველ ყოვლისა ვუსურვებ წარმატებას ყველა დაინტერესებულ აპლიკანტს. ეს არის ერთი, მეორე კი ის არის, რომ 31 მაისამდე უნდა მოხერხდეს სააპლიკაციო ფორმების შევსება და გადმოგზავნეთ ჩვენთან. დიდი მადლობა განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი